დილის 9 საათია, სტუმრად ექს-პრეზიდენტთან არა, პროფესორ გიორგი მარგველაშვილთან ვართ. სანამ ბავშვებს ძინავთ, ჩაის თანხლებით პოლიტიკაზე სასაუბროდ ვსხდებით. კეთილი რაიცანი ჩვენი მეგობარია მეხმარება. მურაბა. არა, ეს ჩუნად კი არა, ზევით არიან. პოლიტიკა ქვია, ყოფილი პრეზიდენტის სალექციო კურს ჯიპაში. უფრო საინტერესო ჩემ კურსში ის არის, რომ მე ვარ თეორეტიკოსი, რომელმაც პრაქტიკაში გადავიტანე ეს ნაბიჯები და ახლა ისევ თეორიიდან ყვები რანაირად მოქმედებს პრაქტიკა. ამიტომ ჩემი აზრით ის რასაც უყვები პირადი გამოცდილებიდან, ის რა ინფორმაციასაც ვუმთლიანებ იმ მომენტში, აი ვეუბნები რომ აქ ესეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შედეგები ესეთი იყო, ეს არის სხვა პოზიცია. ჩემი აზრით ხო, საინტერესო უნდა იყოს. ის რაც პოლიტიკით განპირობებულ ურთიერთობებს აკლდა, პოლიტიკის თეორიულ კურსში გაჩნდა, პოლიტიკაზე საუბარი გულწრფელად. ესეთი გულწრფელი დიალოგი პოლიტიკაში იშვიათად ხდება ხოლმე და ამას ბუნებრივია ძალიან ჩემთვის ფასეულია და ხელახლა გაფიქრებს ამ თემებზე. ნარცისიზმის პათოლოგიური ხარისხის პოლიტიკისგან გასარიდებლად თვითონ ასე ამბობს, დუშეც აფარებს თავს და ფიქრისთვის იცის. ამბობს, რომ ფუფუნებაშია. ჩემი საყვარელი დუშეთი. ყოველთვის მინდოდა ქალაქიდან წამოსვლა, ძალიან ცენტრში ცხოვრობ და გავიზარდე და ძალიან აქტიურ იტალიურ ეზოში და სულ მინდოდა გასვლა. გამოვედი. ეს სიმშვიდე რომ შეგიძლია შენთვის იყო, ნამდვილად რა ძალიან დიდი ნაწილი იყო ჩემი მენტალური რაღაც იმის მდგომარეობის. აი 24 საათი ერთმანეთთან არიან ურთიერთობაში. ყოველგვარი არც ის არ აკავშირებთ, არც ერთმანეთის შეჭმა არ უნდათ, უბრალოდ ურთიერთობა უნდათ. მე მინდა გავზარდო მეტი ადამიანი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც აქვს განცდა, რომ ქვეყანა უნდა ფუნქციონირებდეს არა ისე, როგორც ვიღაცა ტიპებს გადაუწყვეტიათ, რომლებიც გეუბნებიან, რომ ეს სიბინძურია და მიდი ახლა აქედან ამ სიბინძურას ჩვენ გავამრავლებთ. ამით როგორც სუფთა ადამიანებს უნდათ და რომელსაც ეს უნდა აკეთოს შიგნით. მნიშვნელოვანი წილად ვეხები იგივე თემებს, რაც ზურა ჟვანიამ წაიკითხა ჩვენთან. ეს იყო 2002-2003 და ზურა ახლა ძალიან ახლო მეგობარი იყო ჩემი. ის რასაც ვკითხულობ, მათ შორის ეფუძნება ამას და ერთ-ერთი მიზანი არის, რომ აი ეს გადმოვცე. ლექციების პროცესში ვებძვი აი ამ კლიშეს, რომ პოლიტიკა ჭუჭყიანია, რომ პოლიტიკას უნდა ზევიდან შეხედო, რომ მე ისეთი ადამიანი ვარ, ვეგ არ მაინტერესებს. აი თქვენ გექნებათ ახლა დავალებათ ისეთი დოკუმენტი, ერთ-ერთი დავალება იქნება წაიკითხოთ, აი ეს პათეტიკა უსამართლობის აღმოფხვრით რა დონეზე შეიძლება მივიდეს ადამიანებში, თავისუფლება შეიძლება გადაიზარდოს ქაოსში და შეიძლება გადაიზარდოს ტირანიაში. შევდივართ რა სოციალურ კონტრაქტში, ვამბობთ, რომ ჩვენ თვითონ ვქმნით ხელისუფლებას. შეხედეთ, როგორი არის პოლიტიკის დინამიკა. კვირაში 2 ლექცია პოლიტიკაზე მაგისტრატურის სტუდენტებთან. ლექციის შემდეგ კი აუცილებელი განხილვა. რით შეიძლება პოლიტიკაზე საუბარი იყოს უფრო საინტერესო? გისმენთ თლიანობაში შენს სტუდენტებს მე მრჩება რაღაცა ძალიან ოპტიმისტური განწყობა მაქვს და რაღაცა იმედის ჩნდება იმ თვალსაზრისით, რომ ეს ის თაობაა და ეს ის ნაწილია თაობის, რომელიც დაიწყებს შეგრძნების დონეზე ფიქრს და ანალიზს. ხო თან რაღაცა დაგროვდა ახლა რამდენი თემა აი მიმდინარე პოლიტიკის ფაქტურად ყველა თემას ვფარავთ ხოლმე რაც არის რა. გიორგი ასწავლის აზროვნებას, მე ესე ვხედავ. აზროვნებას ასწავლის როგორც კონკრეტული თეორიების შემეცნების, მათი ანალიზის და პლუს ემოციურ დონეზე განჭრეტის. პოლიტიკაში მოქმედება არ არის მათემატიკა, არც იურისპრუდენცია, არც რაიმე სხვა მეცნიერება. პოლიტიკის თეორეტიკოსობიდან პრეზიდენტობამდე და შემდეგ ისევ განათლებაში. ასეთი ლექციის მოსმენის მთავარი ხიბლი მისი გამოცდილებაა, სტუდენტები ამბობენ. გვიხსნის და გვანახებს რეალურ სურათს თუ რა ხდება პოლიტიკაში, როგორ იმართება
სახელმწიფო როგორი თეორიები არსებობს და როგორ შეიძლება ამ თეორიების რეალურ ცხოვრებაში, რეალურ პოლიტიკაში გამოყენება. რაც აღმოვაჩინე, ეს იყო მაშინაც ასეთი განცდა მქონდა, რომ იყო უშუალო ადამიანი და ეხლაც დამიდასტურდა უკვე, როდესაც უშუალოდ გავიცანი, არის ძალიან უშუალო და თავმდაბალი ადამიანი. პარასკევის ლექცია დამთავრდა. წინ სამთვიანი კურსია პოლიტიკის თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის ნაზავით.